მოსამართლეთა თვითმმართველობის აქტუალურ საკითხებსა და სასამართლოს გამჭვირვალობაზე იმსჯელეს შერატონ მეტეხი პალასში გამართულ ფორუმზე. შეხვედრას, რომელსაც არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად სასამართლოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმი USAID საქართველოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა გახსნა. მის თქმით, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გზას მიჰყვება, სადაც სასამართლო დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია. შეხვედრას კოტე კუბლაშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორთან მუშაობისას წამოსული ინიციატივების დიდი ნაწილი სასამართლო სისტემაში უკვე დაინერგა. ფორუმის მიზანია გაძლიერდეს ინდივიდუალური მოსამართლეების როლი, საერთოდ სასამართლოში მოსამართლეთა თვითმმართველობა გაძლიერდეს, აგრეთვე მართლმსაჯულების გამჭვირვალობის გაძლიერების რეკომენდაციები გვაქვს კოალიციის წარმომადგენლებს, რაც საერთო ჯამში მიგვაჩნია, რომ ხელშეუწყობს ზოგადად მართლმსაჯულების ადმინისტრირების განვითარება საქართველოში. მიგვაჩნია, რომ აუცილებელი არის სასამართლო სისტემაში გარკვეული რეფორმისთვის სხვა მიმართულების მიცემა, იმისთვის, რომ რეალურად უზრუნველყოფილი იქნას სისტემის დამოუკიდებლობა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა, რაც უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო რეკომენდაციები, საკმაოდ დიდი ხანი დავხარჯეთ ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შემუშავებაზე და იმედი გვაქვს, რომ თვითონ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებიც მოიწონებენ ამ რეკომენდაციებს და მხარს დაუჭერენ მათ განხორციელებას, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ სხვანაირად იმ პრობლემების მოგვარება, რაც არსებობს სასამართლოში, ძალიან რთული იქნება ან შეუძლებელი იქნება. ამიტომ თუ სურვილი გვაქვს, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, აუცილებელი არის, რომ ეს რეკომენდაციები ცხოვრებაში გატარდეს. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობოთა კოალიციასთან. გასულ წელს დავიწყეთ ეს და ამან საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო, იმიტომ რომ მათთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე ცვლილება საკანონმდებლო აქტებში და შემდეგ პარლამენტში წარვადგინეთ ეს ცვლილებები ფაქტობრივად ყველა ეხლა უკვე მიღებულია. ამ ცვლილებებით კიდევ უფრო გაძლიერდა და გამჭვირვალე გახდა სასამართლო სისტემა და ეს თანამშრომლობა იყო საკმაოდ ნაყოფიერი, შეიძლება ესე ვთქვა. ეხლა მომავალში დაგეგმილი გვაქვს ასევე გარკვეული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერების კუთხით, თუმცა არის რა თქმა უნდა საკითხები, რომელზეც ჩვენი შეხედულება გვაქვს, ჩვენს პარტნიორებს, ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებს თავისი არგუმენტები აქვთ. გარკვეულ საკითხებზე ალბათ შევთანხმდებით, მაგრამ იქნება საკითხები, რომელზეც მე როგორც აქედან უყურებ, შეიძლება გაგვიჭირდეს საბოლოოდ შეთანხმება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს უკვე საკმაოდ ხანია თანამდებობრივი რეფორმების ატარებს, როგორც სასამართლო, ასევე საკანონმდებლო სფეროში. დასაკვირვებლად ძალიან დიდი მიღწევები არის ამ მიმართულებით, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამიტომ დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იმითი არის, რომ დღეს ვაპირებთ განუხილოთ საკითხი თავად მოსამართლეების მონაწილეობაზე პოლიტიკის შემუშავების და რეკომენდაციების გაწმენდის საკითხთან დაკავშირებით.